მშვიდობისა, თქვენ ფოკუს უყურებთ, მე სალომე უგულავა ვარ. Ამ წუთებში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დებატი მიმდინარეობს. ჩვენ დასაწყისში შემოგთავაზებთ დავით ნარმანიას და ნიკა მელიას შესავალ სიტყვებს, ასევე გადაცემის მიმდინარეობისას გვექნება საშუალება ვნახოთ ყველაზე საინტერესო ფრაგმენტები ფოკუს დებატის დასრულების შემდეგ, ასევე ჩემი კოლეგა ირაკლი კიკნაველიძე ჩაერთვება, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება და თვალყურს ადევნებს დებატს. ახლა მოусმინოთ შესავალ სიტყვებს. ძალიან საინტერესო წინასაარჩევნო პროგრამა შევიმუშავეთ და ეს წინასაარჩევნო პროგრამა თითოეულ იმ პრობლემას ეხვიანება, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს და ასევე დედაქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული. მე მის ძირითად მიმართულებებს გაგაცნობთ გამომდინარე დროითი ფორმატიდან. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თბილისი გახდება რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრი და ეს არ არის თვითმიზანი. ამ ცენტრად გახდომის შემდეგ თბილისში გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ჩვენ 100 მილიონ ლარზე მეც დავხარჯავთ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. თბილისში აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, განსხვავებით წინა ხელისუფლების პირობებში გაყიდული 50-მდე საბავშვო ბაღისგან. თბილისი გახდება რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი და ამისთვის სპეციალურად აშენდება ახალგაზრდული ცენტრის შენობა, სადაც ახალგაზრდებისთვის თვეში ერთხელ მინიმუმ ძალიან საინტერესო ახალგაზრდული ღონისძიებები განხორციელდება. ჩვენ თითოეულ ადამიანს დავეხმარებით, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება. ამისთვის გავაურმაგებთ კომუნალური ვაუჩერების პროგრამას და ნაცვლად 250 ლარისა ისინი 500 ლარს მიიღებენ დედაქალაქის ბიუჯეტიდან. იგივე კატეგორიის ადამიანები, ანუ სოციალურად დაუცველი ადამიანები, უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით. ჩვენ დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესების თვალსაზრისით ვიზრუნებთ ოჯახებზე და მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში ოჯახები 800 ლარიან მხარდაჭერას მიიღებენ, მეოთხე შვილის შემთხვევაში ისინი მიიღებენ 1000 ლარიან შემწეობას, მეხუთე და შემდეგი შვილის შემთხვევაში მიიღებენ 1500 ლარიან შემწეობას. ჩვენ ვიზრუნებთ იმ კატეგორიის ადამიანების მხარდაჭერაზე ჯანდაცვითი თვალსაზრისით, რომლებიც საჭიროებენ დამატებითი მედიკამენტების დაფინანსებას, დამატებით სამედიცინო შემოწმებებს, დამატებითი ოპერაციების დაფინანსებას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი საყოველთაო დაზღვევის პროგრამა განხორციელდა და იმის ზემოთ საჭიროებები, რაც არსებობს მოქალაქეების მხრიდან, ამაზე ვიზრუნებთ აქტიურად. თბილისი გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ქალაქი და თბილისი იქნება სოლიდარული ქალაქი. ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული კატეგორიის ოჯახი, რომელსაც მხარდაჭერა ჭირდება დედაქალაქის მერიიდან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში იყოს მხარდაჭერილი. არც ერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების მიღმა, მერს და გამგებლებს ექნებათ მოქალაქეთა მიღების დღეები და უშუალოდ მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ ყველა ძირითად გადაწყვეტილებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთხელ სამუდამოდ როგორც იქნა შედგა დებატები იმ ტერიტორიაზე, რასაც ნეიტრალური ტერიტორია დაერქვა და მადლობა ბატონო დავით იმისათვის, რომ მივიღე დამატებითი ინფორმაცია, რომ თურმე ჩვენ თბილისში გვაქვს ნეიტრალური ტერიტორია აულობრის სახით, შერატონ მეტეხი პალასის სახით კერძოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დებატები როგორც იქნა შედგა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ერთსაათიანი დებატები ნამდვილად ვერ გვეყოფა და ხვალდაზე ჩვენ გვაქვს თქვენ იცით ჩვენივად როგორც მე ასევე თქვენ რუსთავი 2-დან ტელეკომპანია იმედიდან მოწვევა, რათა იქ გაიმართოს დამატებითი დებატები და მე ვიტოვებ იმას, რომ თქვენი გამოცხადდებით, არა იმიტომ რომ ჩვენ ვიდებატოთ მე და თქვენ, არამედ ცეთ პატივი თბილისელებს. რაც შეეხება არჩევნებს, უმნიშვნელოვანესი არჩევნები არის კარსმომდგარი და ამაზე საუბარიც ზედმეტია. ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს და განსაზღვროს თბილისის ბედი მომდენო 3 წლის განმავლობაში. ეს არის არჩევნები, სადაც მარტივი არჩევანი იქნება გასაკეთებელი. არჩევანი უმოძრაობასა და მოძრაობას შორის. არჩევანი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის სასარგებლოდ, ან არჩევანი დამატებითი სამუშაო ადგილების დაკარგვის სასარგებლოდ. არჩევანი პენსიის ვერ გაზრდის სასარგებლოდ, წელს ვერცეთით ვერ იზრდება, ან არჩევანი პენსიის გაზრდის სასარგებლოდ. არჩევანი ქალაქში
სოციალურ დაუცველების რაოდენობის შემცირების სასარგებლოდ ან მისი გაზრდის სასარგებლოდ. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ კარგად ვიცოდეთ, მოგწონს არ მოგწონს, ეს არის შემდგარი ფაქტი, უკანასკნელ დღეებში განვითარდა ის მოვლენები, რომ მე როგორც ერთ-ერთი კანდიდატი ვიმოდოვნებდი არ განვითარებულიყო, დაკავებული არის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჩემი გიგი უგულავა, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მაშინ როდესაც არ იყო ამის არანაირი აუცილებლობა, არანაირი საჭიროება და ეს ყველაფერი ემსახურებოდა მარტივ მიზეზს, რომ სამწუხაროდ ბატონო დავით თქვენთვის ბევრად მეტად ხელსაყრელი პირობები ყოფილიყო შექმნილი. ნიშნულოვანია, რომ ხარი დაუჭიროთ ჩვენ იმ პროგრამას, რომელსაც მე ვთავაზობ, პროგრამა, რომელიც გაჯერებული არის მზა პროექტებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის შემცირების სახით, ქალაქში მიწისქვეშა ავტოსადგომებისა და მიწისზედა ავტოსადგომების მშენებლობის თვალსაზრისით, კომუნალური ხარჯების შემცირების კუთხით, იმ პროექტის განზოგადება, რომელიც თემქის დასახლებაში მეხუთე კვარტალში, მესამე მიკროში და მეოცე კორპუსში ბატონო დავით უკვე განხორციელდა და რეალური სიკეთე მიიღო იქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა, ეს ის არის, რისთვისაც მოვდივარ. და ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასო თბილისელებო, რომ თბილისს ყავდეს ის მერი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება თქვენთან პირველ რიგში და არ იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ ერთ ადამიანთან. ან კიდევ უფრო უარესი, დიდი ბოდიში ბატონო დავით, მაგრამ ანგარიშვალდებული არ იქნება რომელიმე ერთ მოადგილესთან, რომელსაც თქვენ აუცილებლად დაგინიშნავენ. ამიტომ ძვირფასო თბილისელებო, გამოუცხადეთ ყველან 12 ივლისს და გავაკეთოთ ღირსეული არჩევნები. ჩვენ უსმენთ თბილისის მერობის კანდიდატებს ნიკა მელიას და დავით ნარმანიას. ამჟამად მიმდინარეობს შეგახსენებთ დებატები შერატონ მეტეხი პალასში მერობის კანდიდატებს შორის და ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ სხვა საინტერესო ფრაგმენტებს გადაცემის მიმდინარეობისას. ჩემთან ერთად დღეს სტუდიაში იმყოფება გიორგი კანდელაკი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ქართული ოცნების წარმომადგენელს, თუმცა მათ დღეს ეს ვერ მოახერხეს მათი განცხადებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და თქვენ ჩემთან ერთად უსმენთ ახლა ამ შესავალ სიტყვას, როგორ ფორმაში არიან ასე ვთქვათ თქვენი აზრით მერობის კანდიდატები და რა ვითარება ორ დღეში არჩევნებია, რა შანსები აქვთ კანდიდატებს თქვენი შეფასებით? დიახ, პირველ რიგში აღსანიშნავია ეს მართლაც ტრაგიკომიკური ისტორია, რაც განვითარდა საკუთრივ დებატების გარშემო, დებატების შესახებ. რა არ მოიგონეს ქართულ ოცნებაში იმისათვის, რომ თავი აერიდებინა დებატებისათვის, ასევე სიმპტომატური იყო საკუთრივ დავით ნარმანიას პერსონის მიჩქმალვის პოლიტიკა, მიჯირყვნის პოლიტიკა, ასე რომ ვთქვათ, რაც სახეზე იყო მთელი ამ დროის განმავლობაში. უნდა გაგაწყვეტოთ ბატონ გიორგი, ახლა ტაბულა ჟურნალისტი, ფოკუსის ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე უსვამს კანდიდატებს შეკითხვას. მერის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროგრამებს. თქვენ როგორ წარმოგიდგენთ ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი დაპირების ერთდროულად ასრულება? და ბატონ დავით, თქვენთან მექნება კითხვა. თქვენ ბრძანდებით ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი. ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის, თუმცა შემდეგ როგორც მოვისმინეთ, განაცხადა, რომ ხასიათი შეიცვალა. თქვენ როგორ გაიგეთ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება და თქვენ ხომ არ აპირებთ მომავალში მერად გახდომის შემდეგ ხასიათის შეცვლას? დიდი მადლობა. პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ სასაცილო კითხვაა და უბრალოდ ემილიეს მომგვრელი კითხვაა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი და სწორედ მის კომპეტენციაში შედიოდა დაესახელებინა დედაქალაქის მერის კანდიდატურა. მას შემდეგ რაც შეიცვალა კოალიციის ხელმძღვანელი და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა კოალიციის ლიდერი. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება იყო ჯგუფურად მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც არსებობდა კონსენსუსი კოალიციაში. დრო გაქვს ბატონო დავით. მეტი აღარ არის საჭირო სასაცილო კითხვებზე, შეიძლება მე გამოვიყენო ბატონი დავითის დრო. სასაცილო კითხვა არის თუ არა, აი რა ეს არ არის სასაცილო. თქვენ თუ გონიათ ბატონო დავითო, საზოგადოებას ჯერა. საზოგადოება შეიძლება დააჯეროთ. ესე წარმოუდგენელი იმაში, რომ არ მჯერა, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, რომ 100 საწარმო გახსენით, მაგრამ ვერ გახსენით და ეხლა უკვე 4-ზე ახვედით. 4-ზე ფიციფწავს ბოლომ აქ 4-ზე ახვედით, როცა 100 კერა ერთი ვერ გვანახეთ. და თქვენ გამოდიხართ ბატონო დავით, საუბრობთ. მე რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილს ვიცნობდი და ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ვიყო, ეგრეთ წოდებული ვიტყოდი რომ ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეგობარი. რატო ერიდებით? თქვენ ბატონმა ბიძინა ივანიშვილს ბოდიშით შეიძლება არ უნდა ვამბობთ, ეხლა რომ დაგირეკოთ და რო გითხრათ, რომ ბატონო დავით იდექით საღამოს 12-ის ნახევრამდე აქ სადაც გეხართ, სანამ არ გადმოგირეკავთ, იდგებით 12-ის ნახევრამდე იქ სადაც ეხლა გეხართ და როგორ შეიძლება ეხლა რატო გვატყვილეთ ბატონო დავით იმაში, რაც რეალურად აბსოლუტურად სხვანაირი მოცემულობა არის. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ მკითხეთ, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან რომ ეკონომიკა აბსოლუტურად ანყალებს. აბსოლუტურად
ფაქტურად იკარგება მხოლოდ 26,000 სამუშაო ადგილი, ადრეც გითხარით, კერძო სექტორში დაიკარგა. 12,000 ადგილი სამუშაო მხოლოდ სამშენებლო, ასე ვთქვათ, სფეროში დაიკარგა და მნიშვნელოვანია, რომ ელემენტარულად გადაადგილების საშუალება მივცეთ მუნიციპალურ ტრანსპორტში მოსახლეობას. 600,000 თბილისელი 2010 წლიდან სარგებლობს პრაქტიკულად შეღავათიანი სისტემით და გარკვეული სეგმენტები უფასო მგზავრობით. ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოვებთ ამ სისტემას და მიმაჩნია, რომ ბიუჯეტს ამის აწევა შეუძლია 45 მილიონი ლარით გამოიწვევს დოტაციური ზრდა იქნება და ვფიქრობ, რომ ეს ის არის, რაც თბილისელებს ამ ეტაპზე ჭირდება, იმიტომ რომ მოახერხა ბატონ დავით ნარმანიას ხელისუფლებამ ისო თბილისში ყავდა 20,000 სოციალურ დაუცველი, რომელიც უფასოთა სასადილოში დადიოდა სამწუხაროდ, ხომ? და ერთი წლის თავზე ჩვენ დღეს ვყავს 24,000 ბენეფიციარი ამ სასადილოებში. ერთ წელიწადში ხალხო 4,000-ით იმატა და რა თქმა უნდა შეუწყოთ ხელი თბილისელებს, რომ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად მუნიციპალურ ტრანსპორტში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან ამის შესაძლებლობა ეხლა არის 45 მილიონი ლარით გამოიწვევს მხოლოდ ზრდას ბიუჯეტში. დიდი მადლობა. ტელეკომპანია ობიექტივი ანი ჩვენ უსმენდით ფოკუსის ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხს, ბატონ დავით ნარმანიას შეკითხვა არ მოეწონა. ეს თემა თქვენი პასუხი რომ დაასრულოთ, რასელოდებით უშუალოდ მეორე ტურისგან და მე რომ გავაგრძელოთ იმაზეც, რამდენად დამოუკიდებელი იქნება თქვენი აზრით ბატონ დავით ნარმანია პოლიტიკურად, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისგან, რაზეც არის ბევრი სპეკულაცია. დიახ, მე ვფიქრობ, აი სწორედ ამ კითხვაზეც ბატონი დავით ნარმანიას საკმაოდ უღიმღამო და მე ვიტყოდი არაკვალიფიციური თავდაუჭერელი პასუხით კარგად ხსნის იმას, თუ რატომ მალავდნენ ბატონ დავით ნარმანიას მთელი ამ დროის განმავლობაში დებატებიდან, რატომ მალავდნენ მას შემდეგ რეკლამებიდან ჯერ გაქრა მისი ხმა, ასე ვთქვათ, მოდიფიცირებული ხმა იყო, რამდენიმე სატელევიზიო რეკლამას გულისხმობ. შემდეგ საერთოდ გამოსახულება სურათის გაქრა ამ ადამიანის უბრალოდ ეწერა სახელი და გვარი, პლაკატებიდანაც გაქრა მისი სახელი, ანუ ქართულ ოცნებას ამ კაცის ცხენია ფაქტიურად, იმიტომ რომ ის არის არაკონკურენტ უნარიანი კანდიდატი და თვალში საცემია ის მიზეზები, თუ რატომ არის შეუფერებელი დავით ნარმანია იმისათვის, რომ იყოს თბილისის მერი. რაც შეეხება მოლოდინებს, ძალიან კარგი ანალოგია გაავლო და ეს ანალოგიაც ნიკამელიამ, რომელიც არის რა თქმა უნდა ყველაზე შესაფერისი კანდიდატი თბილისისთვის, თბილისელებისთვის. ეს ანალოგიაც თვალში საცემია გიორგი მარგველაშვილთან, ჩვენ გვახსოვს როგორ მოხდა გიორგი მარგველაშვილის შერჩევა ერთი ადამიანის მიერ, შემდეგ თავს მოხვევა საზოგადოებისათვის, როგორ ასხამდნენ მას ხოტბას, რომ ის იქნება შესანიშნავი, გადასარავი პრეზიდენტი და ასე შემდეგ და მას შემდეგ რაც ხალხს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს და მის დაპირებებს, ბიძინა ივანიშვილმა რომელიც გაექცა პასუხისმგებლობას აარჩევინა ეს პიროვნება, შემდეგ გუნება განწყობა ეცვალა, ასე ვთქვათ, შემეშალაო თქვა, დიდი შეცდომა მივიდაო და ეხლა საქართველოს პრეზიდენტი და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი იყოს ქმედუნარიანი არის, რომ ვისესხოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული სალიტერატურო ნორმა მიჯიყვნის პერმანენტულ რეჟიმში. თვითონ დავით ნარმანიას მართლაც პოლიტიკური წონის არარსებობის გამო, რომ მისი პოლიტიკური წონა გუნდის შიგნითაც რომ ნოლის ტოლია, ეს ყველამ კარგად იცის, ზუსტად ანალოგიური სცენარის გამეორება არის მოსაროდნელი, როცა თუკი იგი გახდა მერი და დარწმუნებული ვარ, ვერ გახდება, ხალხს აარჩევინებენ ამ პიროვნებას და შემდეგ რეალურად მისი წონა იქნება ნოლის ტოლი და რეალურად მთელი ეს ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში თბილისის მერია, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, გახდება ქმედუნარო, რაც რა თქმა უნდა დააზარალებს კონკრეტულ ჩვენს მოქალაქეებს და იმის მაგივრად რომ გადაწყდეს მათ წინაშე მდგარი პრობლემები და ეს პრობლემები საყოველთაოდ არის ცნობილი. პირველ რიგში რა თქმა უნდა დასაქმების სამსახურის პრობლემა, რომელიც თბილისში დანარჩენ საქართველოსთან ერთად მწვავდება, პირიქით დავით ნარმანიას მერობის პირობებში ეს პრობლემები სამწუხაროდ გაღრმავდება, მე ვხედავ გარდაუვალ პერსპექტივას სამწუხაროდ. თუკი ის გახდა მერი, რა თქმა უნდა. დებატის მიმდინარეობისას მას კითხეს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რამდენად მან ისაუბრა ამის შესახებ და მინდა რომ რახან ქართული ოცნების წარმომადგენელი სამწუხაროდ აქ არ იმყოფება, მოусმინოთ, რას ამბობს ბატონი დავით ნარმანია ამის შესახებ. ყოველთვის ვიყავი დღესაც ვარ და მომავალშიც ვიქნები დამოუკიდებელი. თუ ვინმე გადახედავს ჩემს ბიოგრაფიას, სკოლის დამთავრების შემდეგ მე მუდმივად დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწეოდი. დავამთავრე უნივერსიტეტი. დავიცავი დისერტაცია, რომელიც აბსოლუტურად
დამოუკიდებლად იქნა მომზადებული. წავედი გერმანიაში, სადაც სამეცნიერო სტაჟირება ასევე დამოუკიდებლად ყოველგვარი გვერდით მდგომი ადამიანების დახმარების გარეშე გავიარე. ჩემ დამოუკიდებლობას ხაზს უსვამს ის, რომ მე ძალიან რთულ პერიოდში ხელმძღვანელობდი ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას, რომელიც იყო დამოუკიდებელი ორგანიზაცია სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში და არაერთი ძალიან ღირებული და ფასეული პროექტი განხორციელდა და სწორედ მაშინ იქ სადაც საჭირო იყო ხელისუფლების კრიტიკა და ვხედავდით, რომ პრობლემები არსებობდა, პირდაპირ ღიად ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას. მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ჩვენი სამეგობრო წრიდან ყოფილიყვნენ. ჩემი ხელშეწყობით ასევე დაფუძნდა კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი გერმანელ პარტნიორებთან ერთად და მე ვხემძღვანელობდი სწორედ ამ დამოუკიდებელ ორგანიზაციას. მე ვიყავი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სადაც ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებებს. ამიტომ მე ვრჩები ესეთ ადამიანად, რომელიც ყველა ძირითად საკითხზე დამოუკიდებლად იღებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობითაც და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსით. ქალაქ თბილისის ხელისუფლება დამოუკიდებელია ხელისუფლების სხვა შტოებისგან და მისი დამოუკიდებლობა სწორედ კანონმდებლობით და დამოუკიდებელი ბიუჯეტით არის გარანტირებული. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, მე ვიქნები გარანტი დამოუკიდებლობისა და სხვათა შორის ის პროექტი, რაზეც აქ იყო საუბარი პანორამა თბილისთან დაკავშირებით. მე ძალიან კაფიოდ თქვი, რომ თუ ეს შეეწინააღმდეგება წესებს და პირობებს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროექტი საერთოდ არ განხორციელდეს. ჩვენ უსმენთ დავით ნარმანიას, რომელმაც ახსნა თუ რატო იქნება ის დამოუკიდებელი და თავის ცხოვრებიდან მაგალითებიც მოიყვანა, თუ რამე კომენტარს გააკეთებდით და სხვა თემაზე გადავიდეთ. ეს კონკრეტული ძალიან უღიმღამო სიტყვების ბრახაბრუხი, ასე რომ ვთქვათ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ბატონ დავითს და მის უფროს ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა გაქცეულ ოლიგარქს გონიათ, რომ ჩვენი ხალხი საზოგადოება არის მათსავით აცდენილი რეალობას და არის ყრუ და ბრმა. ეს ასე ნამდვილად არ არის, რა თქმა უნდა, ახლა ესე ბიძინა ივანიშვილიც ამბობს, რომ ყველა დაპირება გადაჭარბებით შევასრულეთო, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ რაიმე დაპირება შეასრულოს, ხომ? რა ვიცი, მაგალითად ამბობენ, რომ 400 ქარხანა გაიხსნა ამ ქვეყანაში, მაშინ როცა რეალურად ჩვენ დავდივართ რეგიონებში, ვნახულობთ იმ მისამართებს, რომლებიც მითითებულია ამ რაღაც ჩამონათვალში და გვხდება საწარმოებზე შემთხვევაში გვხდება საერთოდ არაფერი, გვხდება საწარმოები, რომლებიც ზოგი 90-იან წლებში არის გახსნილი, ზოგი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არის გახსნილი და ასე შემდეგ. ანუ ეს ხელისუფლება ამ სფეროშიც, ამ კონკრეტულ მიმართულებითაც არის დაფუძნებული, როცა უყვართ ამ სიტყვის გამოყენება მათ ხშირად, მაგრამ გაუსწოროთ რეალობას თვალის სიცრუეზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ბატონი დავითის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იქნება დამოუკიდებელი, იმიტომ რომ უნივერსიტეტი დაუმთავრებია თურმე, მოკლებული არის ყოველგვარ დამაჯერებლობას. და გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობის თემას მინდა აუცილებლად შევეხოთ დღეს. ესეც იყო დებატზე ერთ-ერთი შეკითხვა ამის შესახებაც იყო, ამას უპასუხა ბატონმა დავით ნარმანიამ და მინდა რომ ამასაც მოусმინოთ და თქვენთან დავბრუნდები ამ საკითხზე. საინტერესო კითხვაა. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ კანონის წინაშე ნებისმიერი ადამიანი არის თანასწორი. მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უჭირავს მას, რა პოზიციაზეა ან რა ვალდებულებები შეიძლება ჰქონდეს. გიგი უგულავასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და ეს კითხვა არ უკავშირდება მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდს. გახსოვთ თქვენ მანამდელი პერიოდის, როცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ, ობიექტური მედია საშუალებების მიერ ძალიან ბევრი კითხვა ისმეოდა. ძალიან ბევრი საკითხი დაექვემდებარა ბოლო პერიოდში გამოძიებას და სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც გამომდინარეობდა კანონმდებლობიდან. გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰქონდათ უთხოვარი მასალები და ძალიან ესეთი არგუმენტირებული მტკიცებულებები წარუდგინეს რა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მისთვის აკვეთი ღონისძიების მინიჭებასთან დაკავშირებით მიიღოს სწორედ სასამართლომ და სხვათა შორის ეს ის მოსამართლე იყო, რომელსაც წინა პერიოდში არაერთი ადამიანი გაუშვია სხდომათა დარბაზიდან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მყარი არგუმენტაცია იყო, როგორც ჩანს ამ მოსამართლის წინაშე, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ობიექტური სასამართლოს პირობებში უნდა ყოფილიყო მიღებული. რაც შეეხება ასევე თქვენი კითხვის ერთ-ერთ ნაწილს, ეს
ვის აწყობდა, ან საერთოდ მაწყობდა თუ არა მე, როგორც კანდიდატს. მე ვფიქრობ, რომ ამას არსებითი გავლენა ჩემზე და ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაზე არ მოუხდენია. მე ვფიქრობ, რომ ის ბატონ ნიკანორ მელიას უფრო მეტად აწყობდა, იმიტომ რომ მას გვერდში ყავდა ადამიანი, რომელთან მიმართებაში ძალიან ბევრი კითხვა იყო დაგროვებული და ის არაერთ დანაშაულში არის ხილებული. აქედან გამომდინარე, მას პოლიტიკური ველი და სივრცე აბსოლუტურად მოუსუფთავდა და უამრავი ესე თქვა დანაშაულებებით დატვირთული ადამიანი მას გვერდში არ ყავს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მას უფრო მეტად უნდა აწყობდეს ეს. ჩვენ შევედით დავით ნარმანიას, რომელიც საუბრობდა გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, ის თulis თქვენ ბრალდებას უპასუხა პრინციპში ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ იმისთვის დააკავეს გიგი უგულავა, რომ ამით მიხმარებოდნენ დავით ნარმანიას კამპანიას, მან უპასუხა საპირისპირო არგუმენტით, რომ პირიქით ეს არის ხელსაყრელი უფრო ნიკა მელიას თქვის თქვენ რა სიტყოდით. მე ვფიქრობ, ამ საქმის დეტალები საყოველთაოდ ცნობილია საზოგადოებისთვის. მას შემდეგ რაც ჩამოიმსხვრა თავდაჯერებულობა ბიზნა ივანიშვილის პირველ რიგში, რომ მათი კანდიდატი პირველივე ტურში, ასე ვთქვათ, დაფნის გვირგვინით გაიმარჯვებდა, შემდეგ ისინი დადგნენ, მათემატიკურად ნახეს მათ, რომ დადგნენ მარცხის რეალური საშიშროების წინაშე, სწორედ ამიტომ განახორციელეს ეწოლა მაგალითად, რომ აქეთ გადმოეტანათ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გადის თბილისიდან, გადმოეტანათ 12-ში დაენიშნათ უკანონო ცხადია არჩევნების მეორე ტური და რაც მთავარია. სწორედ მეორე ტურში დავით ნარმანიას დასახმარებლად მოხდა გიგი უგულავას დაპატიმრება რამდენიმე მიზეზის გამო და არ მოყვები დეტალებზე საუბარს თუ რატომ არ წარმოადგენდა არანაირ აუცილებლობას და იყო ურთმოთრეული მიზეზით მოხდა გიგი უგულავას დაპატიმრება. მე ვესწრებოდი ამ სასამართლოს სხდომას თავიდან ბოლომდე და თვითონ მოსამართლეს ეცინებოდა ისეთ აბსურდულ არგუმენტებს ისმენდა აი ამ რევანშისტი სამარცხვინო პროკურორების მხრიდან, მაგრამ მიზეზი იყო ერთადერთი, ხომ ისინი დადგნენ მარცხის წინაშე და ამ ესკალაციაზე წასვლით მათი აზრით ისინი დაეხმარნენ დავით ნარმანიას, რომელიც არ ფიქრობთ, რომ თქვენი ამომრჩევლების მობილიზებაც შეიძლება მოხდეს? გიგი უგულავა მან დღესაც გააკეთა გიგი უგულავა არის კამპანიის მენეჯერი, კამპანიის უფროსი, პარტიული მანქანა იყო, პარტიული მანქანისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გიგი უგულავა და ეს იყო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი мотиваცია ხელისუფლებისა, გარდა იმისა, რომ მოეხდინა რადიკალური რევანშისტი კომპონენტის ამორჩევლებისა, ასე ვთქვათ, მობილიზება, რომ ასე ვთქვათ, ეს რადიკალური ხმები გადაიქაჩოს მათკენ. იმდენად სასაცილო იყო, მაგალითად, ერთ დეტალს მოვიყვან პროკურატურის გამოსვლიდან. გიგი უგულავა მიდიოდა ჯერ კიევში ჩვენთან ერთად, შეხვედრები იყო და სხვადასხვა დღეს პოლონეთის დელეგაციასთან საუბრისას აღინიშნა, რომ რატო არ ჩადიან საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები კიევში, არ უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინას, იმიტომ რომ აკრძალული აქვს ბიზნა ივანიშვილის მიერ. მნიშვნელოვანი საერთაშორისო ზიანი ადგება საქართველოს ამის გამო. ჩვენ ვიყავით კიევში, კლიჩკოსთან, მერთან იყო შეხვედრები, პატრიარქ ფილარეტთან, უკრაინის პატრიარქთან. შემდეგ გიგი უგულავა მიემგზავრებოდა ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის კომიტეტის სხდომაზე. თეატრულუკიანი მაგალითად. არა, მოლდოვაში იყო ეს რეგიონთა კონგრესი, სადაც არის თავმჯდომარე ჯერ კიდევ გიგი უგულავა ჩვენი დელეგაციისა. თეატრულუკიანი თვითონ არ იყო შეესთავაზა რეფორმები. ეს იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბიზნა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია. თუ რატომ ახდენს უკრაინა გაზიერებას ჩვენი გამოცდილებისა რეფორმებისა, ვებრძოლოთ კორუფციას, გადავაქციოთ 90-იანი წლების ჭაობის სახელმწიფო კაციჭამია პოლიციით თუ კორუმპირებული სახელმწიფო აპარატით, იმ სახელმწიფოთ რაც მეტნაკლებად კიდევ შემოგრჩა, პირველ რიგში იუსტიციის სახლების გამოცდილების გაზიერება ხდება, რომლის ავტორიც არის მოგეხსენებათ არა თეატრულუკი, არამედ გიორგი ვაშაძე, ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი პარლამენტის წევრი, გიორგი ვაშაძე უზიარებს ამ გამოცდილებას. შემდეგ როცა გიგი უგულავას მოულოდნელად და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩაშლილი იყო მისი გამოსვლა ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესზე, სადაც მას უნდა ესაუბრა ადგილობრივ არჩევნებზე მომხდარი დარღვევების, ბიულეტენების ჩაყრის, ჩვენი კანდიდატებზე ზეწოლის, ხონის მოვლენების და ასე შემდეგ. ეს ვიზიტურა არ შემდგარიყო 4-ში, მას ასე ვთქვათ, მოულოდნელად იგი გამოიძახეს დაკითხვაზე. პრინციპულად გიგი უგულავამ გააუქმა მოლდოვის
მოლდოვაში წასვლა, ასე ვთქვათ და აიღო ბილეთი, დილას წავიდოდა კიევში და საღამოთი დაბრუნდებოდა. ეს ბილეთი წინასწარ გამოაქვეყნა და პროკურატურა ამბობს და თავის თავზე ეცნებოდათ მართლა ეს არის რაღაც აბსურდის თეატრი, რომ თავისთავად ეს ცვლილებაო, რომ გადაცვალა მან ბილეთები, ნიშნავს, რომ იაპირებდა გაქცევასო. მაშინ როცა ამ ბილეთების გადაცვლა განპირობებული იყო მათი მოთხოვნით, რომ 4-ში გამოცხადებული იყო დაკითხვაზე, ხო, რაღაც ამიტომ ეს რა თქმა უნდა არის დღევანდელი მთავრობის ღრმა კრიზისის მანიშნებელი, რადგან ამ ხელა რესურსებს სასამართლოს მიერ იყო მიღებული და მართლმსაჯულების ზეიმადაც შეაფასა პრემიერმა აპელაციო სასამართლომ გარეთ რაც მოხდა სასამართლოსთან, საქალაქო სასამართლოსთან. ამ ხელა რესურსებს, ამ ხელა ძალისხმევას, ადამიანურ რესურსებს სახელმწიფო დღეს ხარჯავს არა მთავრობა დღეს ხარჯავს არა საკუთარი საქმის კეთებაზე, არა საკუთარი დაპირებების ხორცში შესხმაზე და კარგ საქმეებში ჩვენ მათ გვერდით დაუდგებით, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პროდასავლური ოპოზიცია, არამედ წარსულთან ბრძოლაზე. ეს არის მათი პრინციპული გადაწყვეტილება, ეს არის მათი აკვიატება და ეს დაამარცხებს, აი ეს ბოღმა დაამარცხებს მათ. უბრალოდ აქ სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანაც ზარალდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ზარალდება და პოლიტიკური საერთაშორისო პოზიციები და ერთი სიტყვით სასამართლოზეც. ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, რომელს თანახმადაც არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურა შეეცადა, რომ საქმე მოხვედრილიყო სწორედ ამ მოსამართლესთან. იცით რომ ასეთი საქმეები წინასწარ პატიმრობაზე მოსამართლეებს ეწერებათ რიგითობის მიხედვით. პარასკევს როცა მოხდა ამ საქმის შეტანა სასამართლოში, თუ როცა იყო შაბათს, აღარ მახსოვს, დადგა 10 პროკურორი რიგში, ზუსტად ისე რომ გიგულავა საქმე მოხვედრილიყო სწორედ ამ მოსამართლესთან, რაც თავისთავად არის უკვე გამოძიების საფუძველი. იწვევს ეჭვს. იმიტომ რომ ყოველგვარი კომუნიკაცია ნებისმიერ მოსამართლესთან, ნებისმიერ საქმეზე თავისთავად არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება პატიმრობით, ციხით. ისჯება უნდა დაისაჯოს და ჩაჯდეს ციხეში ყველა ის სახელმწიფო მოხელე თუ ეხლა გვისმენს, ვინც ახორციელებდა ამ კომუნიკაციას, ვინც გასცა ამ კომუნიკაციის ბრძანება და საკუთრივ მოსამართლესაც ეკისრება პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ თუკი მასთან მყარდება კომუნიკაცია მთავრობის მიერ რომელიმე საქმეზე და მოსამართლეს აქვს იმპერატიული ვალდებულება რომ განაცხადოს ამ კომუნიკაციის შესახებ, რაც აკრძალულია, მაშინ მოსამართლესაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ანუ სახეზე გვაქვს ეროზია მთელი სახელმწიფოსი, ნელ-ნელა ეს ისევ როგორც სხვა ბევრი მოვლენა, მაგალითად ერგნეთის ბაზრობის გახსნა უნდა თურმე, რაც იყო კონტრაბანდის და ორგანიზებული დანაშაულის სიმბოლო, იქ კიტოვანი დაბრუნდა, იქ ბათუმში დაბრუნდნენ ასლან აბაშიძის წესრიგები, ნელ-ნელა სხვადასხვა თემებია, იქ კანონიერი ქურდების დაბრუნება და ქურდების მოყვარული კახა კალაძის მიერ ესკორტების დახვედრება აეროპორტში. აი ეს ფართო სპექტრი მთელი ამ სიმპტომებისა გვაჩვენებს, რომ ნელ-ნელა ჩვენი ქვეყანა ბრუნდება ავად სახსენებელ 90-იან წლებში, რომ ჩვენ ამ სამართლების აღდგენის მაგრად ხელში დაამატებთ მეორე ტურთან დაკავშირებით ორი დღე დარჩენილი. არსებობს თვითმმართველ ქალაქში და 13 თვითმმართველ თემში არის მეორე ტური. მე ვფიქრობ, ამ კამპანიამაც და ბოლო პერიოდმაც დაამტკიცა, რომ კონკრეტულად თბილისში რა თქმა უნდა ნიკა მელე არის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი და რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველგან სადაც არის მეორე ტური და იყრიან ჩვენი კანდიდატები კენჭს გამოცხადეს ყველა ამორჩეველი, მე მათ უმორჩილესად ვთხოვ არ დაიზარონ შაბათს 12 ივლისს მოსვლა საარჩევნო ყუთებთან და ასე ვთქვათ უარი უთხრან ამ სახელმწიფოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნებას და ხმამისცენ საქართველოს ხელახლა ამუშავებას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ამით გადაცემის პირველი ბლოკი დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს დებატი თბილისის მერობის კანდიდატებს შორის. მას შემდეგ რაც დებატი დასრულდება, ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი კიკნავენიძეც შეგვერთვება, ასევე ჩვენ მეორე ბლოკში შემოგვიერთებიან მამკა კუდავა და ირაკლი ფორჩხიძე. მოკლე შესვენების შემდეგ დავბრუნდებით, არ გადართოთ.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩემთან ერთად სტუდიაში იმყოფებიან მამუკა კუდავა და ირაკლი ფორჩხიძე. ბატონებო, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. არჩევნებამდე 2 დღე რჩება, მეორე ტურამდე და პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, რაც განსაკუთრებით გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯის შემდგომ აიწია, ასე ვთქვა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. საერთაშორისო რეაქცია მოყვა საკმაოდ წავე დღეს საქართველოში იმყოფებოდა უკანასკნელი განცხადებით მინდა დავიწყო ჯეიმს აპატურაი, გენერალური მდივნის წარმომადგენელი რეგიონში და მან თქვა რომ თავიდან ის გაეცნო ამ განცხადებებს, მან აღნიშნა და თქვა რომ თავიდან უნდა იქნეს არიდებული ყველანაირი შთაბეჭდილება პოლიტიკური ჩარევის აქმის შესახებაც კი თქვენი აზრით თუ არსებობს დღეს ასეთი აქმა და ზოგადად ამას რა გავლენა ექნება მათ შორის არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების შეფასებისას? ეს აქტუალური საკითხი იქნება ჩვენი პარტნიორებისათვის, ისევე როგორც მსგავსი ტიპის ამ თანამდებობის რანგის არა, მაგრამ სხვა საკითხებს გულისხმობ წინა ხელისუფლების დროს, როცა ჩვენი მეგობრები, პარტნიორები ევროპიდან, ამერიკიდან გვითითებდნენ ამაზე. ეს არის მეგობრული რჩევა, კრიტიკაც და ეს უნდა მივიღოთ ასეთად. და უნდა მივეჩვიოთ იმას და ჩვენ თავსაც უთხრათ სიმართლე, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია მივიდეთ იმ მართსაჯულების დონემდე, რაც დასავლეთშია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად მოყავთ მაგალითები, რომ აი სარკოზი თუ დაიჭირეს, ჯერთი არც დაუჭერიათ, დააკითხეს, ბერლუსკონის თუ მიუსაჯეს. ეს ევროპულობის და ცივილურობის მაჩვენებელია, რა თქმა უნდა, რომ ასეთი ყოფილი თანამდებობის პირები იქ იკითხებიან და ისჯებიან კიდევაც. მაგრამ ამავე დროს ხაზგასასმელია ის, რომ არც ერთ ასეთ შემთხვევაში ცივილურ ქვეყნებში, დემოკრატიულში ყოფილი თანამდებობის პირები თუ მოქმედი პოლიტიკოსები ციხეში არასდროს ჩდებიან წინასწარი დაკავების მიზნით. ეს არის მთავარი, რომ გავიგოთ. ეს განასხვავებს ჩვენს кейსებს, შემთხვევებს იმისგან, რაც ხდება ევროპაში. ბატონ სარკოზის, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის მაგალითი მოყავს ხელისუფლებას ხშირად. ჩვენ ვიცით, რომ ის დროებით და შეაკავეს პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა, თუმცა ის არ იყო დაპატიმრებული და არც დღეს არ არის. რამდენად სწორია თქვენი აზრით ამ პარალელის გავლება? ხო და არ არის მაგას ვამბობ სწორედ. ახლა ზოგადად რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვამბობ, იმიტომ რომ ამას იხსენებენ. ზოგადად თეორიულად რო შევხედოთ, პარალელი როგორ არ არის. ახლა ყოფილი პოლიტიკოსი, ვთქვათ, საქართველოში ხო ბევრი იყო ან მოქმედი. ანუ თავარი ის კი არ არის, რომ ესეთ პარალელი ყოველთვის იარსებებს, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ წინასწარი პატიმრობის კონტექსტში. ხო, მაგრამ თავარი სწორედ ის არის ჩვენ შორის განსხვავება. ჩვენსა და აი იმ შემთხვევებს შორის, რომლებზეც ვისაუბრეთ, ევროპაში რაც მოხდა, რომ სანამ არ დაუმტკიცებენ, მით უმეტეს ესეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების შემთხვევაში მოქმედ თუ ყოფილ პოლიტიკოსებს, რომ ის დამნაშავეა, ის არ ჯდება ციხეში. აი ეს არის რაც განასხვავებს. აქედან მოდის კალბილტის, დღეს იყო ამ აპატურაის, გუშინ იყო ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება. ამას ძალიან მშვიდად უნდა მივხვდეთ, მაგრამ მე შევხვდეთ, მაგრამ ასევე საპასუხო მთავრობამ, საპასუხო ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგას წინააღმდეგ შემთხვევაში. ხა რამდენიმე დღით ადრე რომ დაიჭერ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს არჩევნებამდე და თან არღვევს შენსავე მორატორიუმს, ახლა ამას ვერავის ვერ დააჯერებ, რომ არა განსაკუთრებული აუცილებლად რომ არსებობდა საფრთხე, რომ აღარ დაბრუნებულიყო გიგი უგულავა ქვეყანაში ეს არის მათ. გასაგებია, მაგრამ ამის ახსნა შეუძლებელია, ხო, მით უმეტეს არსებობს სასამართლოს დადგენილება. მაგრამ თავარი ყველაზე რაც ჩემთვის ნიშანდობლივია ამ შემთხვევებში არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის ნდობა, რომელიც საქართველოს უკვე რამდენი წელია ვაგროვებთ ამ ნდობას ევროკავშირთან დაახლოების, ნატოსთან დაახლოების მხრივ და ამას ნუ შემოვფანტავთ ესე, სწორედ ვიწრო პარტიული იქნება ეს ვენდეტა თუ შურისძიების გამო და დავკარგოთ მთავარი, რაც ჩვენი მონაპოვარია, ეს არის სერიოზული ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც ასოცირებით უკვე გაფორმდა და მომავალში კიდევ უფრო ახლო დაკავშირება ნატოსთან, რომლის სამიტიც ახლოვდება.
ძალიან სახიფათო თემებია ეს და არ უნდა გადაამლაშოს მთავრობამ აუცილებლად. ჩვენ განვავრცობთ აუცილებლად ამ თემებზე საუბარს. ბატონო ირაკლი, თქვენც კითხავთ ამ საერთაშორისო გამოხმაურებებზე. ყველაზე მკაფიო იყო ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონი ფილიპ დიმიტროვის გამოხმაურება. მან მოუწოდა დიპლომატიური ენით მთავრობას, რომ ძალიან ყურადღებით დააკვირდნენ მეგობრულ რჩევებს პარტნიორი ქვეყნებისგან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერილია, გარანტირებული არაფერი არ არის და მან გამოყო კონკრეტულად ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებას. თქვენი აზრით თუ არსებობს საფრთხე და საქართველოს ხელისუფლება რამდენად იგებს თუ რას ეუბნებიან მას დასავლელი პარტნიორები ასეთ შემთხვევებზე, სადაც არსებობს გარკვეული ეჭვები შესაძლო პოლიტიკური მოტივირებულობის შესახებ გარკვეული საქმეების. ამ თვალსაზრისით ერთი ფაქტორი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენი წინსვლა არ არის მხოლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციებმა და კონკრეტულად იმ ქვეყნებმა, რომელიც გამოხატეს ძალიან დიდი ნდობა ჩვენს მიმართ, როდესაც მოგვეცა ჩვენი საშუალება, რომ ასოციაციის ხელშეკრულება მოგცემოდა, ამავე დროს თვითონაც ჩამოვიდნენ ფსონს ამაზე. ანუ ჩვენ ხვდებოდეთ კარგად იმას, რომ ეს არ არის განყენებული, რაც იზოლირებული მარტო ქართული საქმე დღევანდელ დღეს. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველამ აღვიქვათ ეს მოხდა უკრაინის სოფლის მოვლენების მე მივდივარ ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად უნდა აღვიქვათ, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. იმიტომ რომ რუსეთის ზეწოლა, რომელიც არა მარტო ზეწოლა, არამედ კონკრეტულად დავინახეთ ჩვენ ძალიან ბევრი მოვლენა, რამაც დააჩქარა ეს პროცესი, ანუ აქსელირებული გახადა. შესაბამისად, ძალიან იყო აღქმა ესეთი, მე ვიცი რომ იყო აღქმა ხელისუფლებაში და ყველას ისე ვინც ვაკვირდებით ამ მოვლენებს, ჰქონდა ის ესე იგი მოლოდინი, რომ აუცილებლად მოხდებოდა აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერა ივნისში, როგორც განხორციელდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, იყო ის მოლოდინი, რომ საქართველოს რა თქმა უნდა გააგრძელებდა იგივე ტემპებით, ესე იგი, ამ თავის სვლას ევროპული მომავლისკენ და თავისთავად თითოეული მოვლენა, რომელიც გარკვეულწილად ან ჩრდილს აყენებს, ან კითხვის ნიშანს სვავს, რა თქმა უნდა, ეს პრობლემის ერთი მხარეა და საერთოდ არის ხოლმე აღქმა, რომ ხელისუფლებებს აქვს ცდუნება, რომ იფიქრონ, რომ რაღაც დროის განმავლობაში აი ეს ერთი რაღაცა შეიძლება ვიღაცამ აპატიოს. მე ამას ემატება ყოველთვის მეორე, ან მესამე და შემდგომში არის ესეთი მარტივი ფაბულა, როდესაც ყველა დგება კუმულატიური ეფექტის წინაშე. ანუ საბოლოოდ შეიძლება დაიხარჯოს, ან გაიხარჯოს ის ნდობის მანდატი, რომელიც შეიძლება არსებობდეს და ამიტომ არის ლაპარაკი ყოველთვის აღქმითობაზე, ანუ აღქმაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, იმიტომ რომ შენ თუ ნდობას კარგავ, მაშინ აღქმაც ამ შემთხვევაში იქნება არა სახარბიელო. მე ამ შემთხვევაში მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც თვალსაზრისით ეს განცხადებები იქნება შემაკავებელი და იმედია რომ იქნება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში როგორც თქვი ეს გაგრძელდება და გაგრძელდება აი ამ დაგროვილი კაპიტალის დაკარგვა და აქ ჩვენ უნდა განვავრცელოთ ეს ყველაფერი. მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა 2012 წლის შემდეგ, ანუ ჩვენ შევქმნით პრაქტიკულად დემოკრატიული უწყვეტობის ძალიან მნიშვნელოვანი ძაფი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რატო? იმიტომ რომ საქართველოს აღქმა დემოკრატიულობის ხარისხის თვალსაზრისით იყო გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მომდევნო ხელისუფალი უნდა გრძნობდეს იგივე ტვირთს. მაგრამ ჩვენ თუ ჩვენი პოლიტიკური მიზნების გამო გავხარჯავთ, გავწყვეტ ამ ძაფს, საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ დაზარალდება მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და ეს რა თქმა უნდა პარტიულობის მიღმა იქნება თითოეული მოქალაქის პრობლემა. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ევროპასთან დაახლოებასთან, ამ შემთხვევაში გულისხმობ ძალიან ბევრ კონკრეტულ სიკეთეს, რომელიც უნდა მოგვიტანს ჩვენ ეს დაახლოება. ერთ-ერთი მათგანი არის ვიზა ლიბერალიზაციის თემა, რომელიც არის გადაადგილების მობილურობის თემა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს თავისი პასპორტი იმის საშუალება, რომ იმ სივრცეში შევიდეს, სადაც ყველას არ აძლევენ უფლებას, რომ შევიდეს. შესაბამისად, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ყველაფრის კომპლექსურობა უნდა აღვიქვათ და იმედია, რომ ამას აღიქვამენ და რა ვიცი, ნახოთ, ეს ყველაფერი დინამიკაში უნდა აღვიქვათ. ალბათ ბატონო ირაკლი, დაგიბრუნდებით ბატონო, თქვენ თუ თვლით, რომ ჩვენ ნახეთ იყო არჩევნების ერთი ტური, შემდგომ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც დაგეგმილი იყო და შემდგომში მოხდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გიგი უგულავას დაკავება და ეს ხმაურიანი პროცესები შემდგომში რაც განვითარდა სასამართლოსთან, იქ დეპუტატი დააკავეს და ასე შემდეგ. მწვანე შუქად ხომ არ ჩათვალა თქვენი აზრით ხელშეკრულების ხელმოწერა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ისინი ხშირად აპელირებენ სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკაზე და ამბობენ, რომ ცდილობენ დააბალანსონ ესე უხსნიან ხოლმე ამ მრჩეველს. დიახ,
საინტერესო საკითხია, იმიტომ რა თქმა უნდა, ბევრი აზრი არსებობს და კვლავ და კვლავ ბევრი ცდილობს, რომ აი ასეთ საკითხებს უყუროს რაღაც ვიწრო პარტიულ ჭრილში, რაც ირაკლი მას აღნიშნა და რაღაცნაირად სამოქალაქო საზოგადოების ჩვენი მოვალეობაა, რომ აი ამ ხალხს პოლიტიკოსებს ზოგადად რო ვთქვათ, აუხსნათ, რომ ჩვენს გვაქვს ძალა და ჩვენს უნდა მოგვისმინონ და არ იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ აი ესეთი პატარა, ვიწრო, მერკანტილური თუ ვიწრო პარტიული ინტერესებით. ჩვენმა საზოგადოებამ მივერიამ წინა დღეს გავრცელა განცხადება, სწორედ აქცენტი ჰქონდა ამაზე, რომ რამდენი ხელისუფალი ყავდა, ხო? დაწყებული 92, ცვლილებები რო ვთქვათ 2003 და ეხლა 2012. ყველა ხელისუფლება მოდიოდა, რა თქმა უნდა, რაღაც ახალი ტალღით, ახალი ენერგიით და სამწუხაროდ არც ერთი ხელისუფლების დროს აი ეს კანონის უზენაესობა, რასაც ქვია, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, არ იყო პრიორიტეტი, არ იყო დაცული და ეს ხელისუფლება დღევანდელი, ხო? აირჩია საქართველოს მოსახლეობამ რამდენიმე რამის გამო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ეს, რომ ბოლო მოეღებოდა აი კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათევლას, ხო? და ეს კაპიტალი და ეს მხარდაჭერა, რაც მათ ჰქონდათ უკვე წელიწად ნახევარი გავიდა და ფაქტიურად იგივეს იმეორებენ და გადააჭარბეს კიდევაც იმ მხრივ, რომ კანონის აღსრულება არ არის მათთვის პრიორიტეტი. ეხლა შეიძლება როგორც მოქალაქემ თქვა და ვაღიარო ის დადებითი რაც ხდება, რა თქმა უნდა, ეხლა სასამართლო რო წინა ხელისუფლების დროს ფაქტიურად დამოუკიდებელი არ ყოფილა, ხო, ვიცით ეს, მეტი ხარისხი აქვს ეს, ხო? ესაც არსებობს კითხვები. არის მეტი ხარისხი, შეიმჩნევა, მაგრამ ეს კანონის უზენაესობა ხო მარტო სასამართლო არ არის, ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღმასრულებელს ეხება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროკურატურა იქნება იუსტიცია თუ საგამოძიებო სხვა ორგანოები, რომ მოსახლეობაში არ გაჩნდეს კითხვები, სამართლიანი კითხვები და ჩვენს პარტნიორებში, უცხოელებში, რომ არ შეიძლება ვინმეს დამომტკიცო, აპატურა იქნება ნატოდან ჩამოსული ევროკავშირიდან ბილდი თუ სხვა და თვალსა და ხელშუა მოატყუო, რომ არა, იმიტომ არ დაგვიჭერია რამდენიმე დღით ადრე არჩევნებამდე ესა თუ ის პოლიტიკოსი, რომ მან აუცილებლად რაღაცა ჩაიდინა და აშავა. რატომ ამბობ, რომ კანონის უზენაესობა უნდა გახდეს პრიორიტეტი და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი როლი სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ამაზე ხშირად ვილაპარაკოთ, ხმამაღლა ვილაპარაკოთ, განცხადებები ვაკეთოთ, რომ მოგვისმინონ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ხო, ყველა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გააკეთებს იმას, რაც მის საკმაოდ ვიწრო პარტიებს მათ შორის თუნდაც პარტნიორებს საქართველოს ევროკავშირი რო ავიღოთ, მოვიყვანე კიდეც ფილიპ დიმიტროვის განცხადება, რა შეუძლია მათ გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაამახვილოს ამ მიმართულებით ყურადღება. აი, ორ ამას გეტყვი, რაც შეიძლება გააკეთონ, თუ ეს ტრენდი, ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენი პრიორიტეტი რა არის? ერთი არის. ხო, კიდეც რომ უსიამოვნო სიურპრიზები რომ აირიდოთ თავიდან. ორი პრიორიტეტი გვაქვს, ხო, ძალიან ზოგადად რო ვთქვა, დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია. ხა დეოკუპაციაში რო არ დაგეხმარონ სიტყვაზე, სადღაც აღიარების საკითხებში. ევროკავშირია და მისი ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც ძირითადად გვეხმარებიან მთელ მსოფლიოში, დაკარგულ რეგიონებში, სადაც არასდროს ერთი ქართველიც არ ჩასულა. მეორე საკითხი ევროინტეგრაცია. ახსენა ევროკავშირის ელჩმა ვიზა ლიბერალიზაციის, ანუ ვიზების გაუქმების საკითხის გართულება. გვაწყობს ეს? მე კარგად ვიცი, რომ ტელევიზიებში რეკავდნენ ჟურნალისტებთან და სხვაგანაც მოქალაქეები, როცა 27-ში ივნის, როცა ხელი მოეწერა ასოცირებას, რომ როდის გვექნება ევროკავშირის პენსიები, შეგვიძლია ხვალე წასვლა ევროკავშირში თუ არა, ხო? ხერთ საკითხია, რომ ეს კარგად ახსნილი არ არის და გასაგებია, მაგრამ მეორე არის ძალიან დიდი ასე იმედები, ხო? მოსახლეობაში ამ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და მსგავსი გაუთვლელი ვიწრო პოლიტიკური
რასაც სიკორსკიმ თავის დროზე კავკასიური ვენდეტა დაარქვა პოლიტიკის გაგრძელებით, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ შეიძლება შეგვიჩერონ ასეთი საკითხები, იქნება ეს ვიზები, იქნება ეს სხვა საკითხები ასოცირებაში, ხო, უამრავი სფერო, რა სფეროს კი არსებობს ცხოვრებაში, ყველაფერი შედის, კვებიდან დაწყებული, რა ქვია, ინვესტიცია, კაპიტალი, სოფლის მეურნეობა და სხვა საკითხები. თითოეულ საკითხში იქნება, როგორც ესენი ეძახიან ევროკომისიაში ბენჩმარკები, რაღაც ეტაპები. შენ თუ ამას არ გააკეთებ, შემდეგ ეტაპზე ვეღარ გადაგიყვანს, ხო? ეს დაეტყობა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ჩვენი მოსახლეობის. ამიტომ უნდა იფიქროს ამაზე მთავრობამ ორჯერ, ვიდრე რაღაცას გააკეთებს და ჩვენც ძალიან ხმამაღლა უნდა ისინი ხანდახან ვაკრიტიკოთ, ხანდახან მოუწოდოთ, ხანდახან ველაპარაკოთ დიალოგის რეჟიმში, რომ გაიგონ ამის ნამდვილი მნიშვნელობა ევროინტეგრაციის. ასე, როგორც ბევრი ევროპელი დიპლომატიც ლაპარაკობს პირად საუბრებში, ასე ევროპელები არ იქცევიან, იმიტომ რომ ხშირად არის აპელირება, რომ ევროპაში თუ სარკოზი დაიჭირეს და ბერლუსკონის რაღაცა მიუსაჯეს, რომ მოხუცებს მოუაროს რამდენიმე თვე, ხო? ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ყველა ვინც არ მოგწონს პოლიტიკოსი მოწინააღმდეგე მსგავს ასევე მოვექცეთ. ეს არ არის ევროპა. ევროპა არის კანონის უზენაესობა პირველ რიგში და მხოლოდ ამას უნდა გავყვეთ ჩვენ. დიახ, მადლობთ ბატონო, გადაგიბრუნდებით. კიდევ ერთი ნიშნული რაც საქართველოს წინ აქვს არის ნატოს უელსის სამიტი შემოდგომაზე. რა გავლენა ექნება თქვენი აზრით იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც საქართველოსთან მიმართებაში მიიღებს ნატოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ რაც მოვისმინეთ ჯერჯერობით სამიტთან დაკავშირებით არის ის, რომ მაპი არ იქნება სამიტის თემა და საუბარია თანამშრომლობის გაძლიერებაზე საქართველოსთან, თუმცა არ ვიცით დეტალები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჯერ ადრეა ამ ყველაფერზე საუბარი და ისინი ინტენსიურად მუშაობენ მაქსიმალური შედეგის მისაღებად. რა შეიძლება იყოს თქვენი აზრით ეს მაქსიმალური რეალისტურად და როგორ უნდა მოიქცნენ ისინი? როცა ვაპარაკოთ ბოლო დინებზე, მე რატომაც მაქვს ისეთი დაბაჭდილება, რომ არა მარტო ჩვენ არ ვიცით ეს, არამედ თვითონ ნატომაც არ იცის ჯერ რა იქნება ეს კონკრეტულად. როცა ვაპარაკოთ ჩვენ ამ ინტენსიურ პაკეტზე, იყო გარკვეული მინიშნებები დღეს, ანუ ეგრეთ წოდებული ხილვადობის გაზდა ნატოსი ჩვენთან, ანუ ამ შემთხვევაში თბილისში, საქართველოში, რაც იგულისხმება, რაში გამოიხატება ერთი, რომ სხვა ფორუმებში ჩართვა, რა თქმა უნდა, საქართველოს უფრო აქტიურად, მეორეც ერთი აქ იგულისხმება სხვა ტიპის აქტივობები, რომელსაც ნატო ახორციელებს იმაში ჩართულობა საქართველოსი და რა თქმა უნდა იმ მოდით ესე ვთქვათ კონკრეტული ჩანაწერის გაძლიერება, რომელიც საქართველოს შეეხება ამ შემთხვევაში მისი საბოლოო წევრობის თემასთან დაკავშირებული. ანუ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება, რომ რაღაც დროს დაიხატოს ეს კონტურები, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჯერ ეს პაკეტი საბოლოოდ არ არის მზად, ძალიან სამწუხაროა, რომ მაპის თემა ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გადაიდო. მე თქვენთან ვიყავი სადღაც 3-4 თვის წინ და ზუსტად ლაპარაკობდით ამ თემაზე, მაშინ მე სკეპტიკური რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვი, სამწუხაროდ ეს ასეც აღმოჩნდა, არიან გარკვეული წევრები ნატოს შიგნით, რომლებიც ჯერ სამწუხაროდ არ ფიქრობენ, რომ საქართველოს მაპის მიცემა იქნება მნიშვნელოვანი, ან რაიმეს ისეთი მომცემი ძალიან სამწუხაროა ეს ესე მოხდა. რაც შეეხება უშუალოდ რა მოლოდინია, პირველ რიგში უნდა აღვიქვათ ჩვენ ერთი რამ, რომ ნატო არის ღირებულებითი ორგანიზაცია. ყველას აქვს წარმოადგენა, რომ ეს არის მხოლოდ თავდაცვითი ან რაღაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორგანიზაცია, მაგრამ ძირითადი ქვაკუთხედი შეიქმნა იმ ქვეყნების ამ ორგანიზაციაში თავიდან სულისკვეთებაც ეს იყო, რომ ეს არის ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ერთობა, ან თავდაპირველი და არა მარტო თავდაპირველი, ეს არის მოყვება. ამ სივრცეს ლაიტმოტივია და ზოგადად ესეთი ღირებულებითი კომპონენტი. რა თქმა უნდა, როცა ის ღირებულებები, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია, შენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ეს ძალიან მარტივია, ალბათ ყველას ვსადვილად მისახვედრია, რომ ამ შემთხვევაში იმ ოჯახში გაწევრიანება არც თუ ისე ახლო მომავლის პერსპექტივა შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, მთლიანობაში არსებობს რუსეთის ფაქტორიც და მისი მოკავშირეების, ასე ვთქვათ, კი, არსებობს რუსული ფაქტორი, სხვა შორის რუსული ფაქტორი არის ორმხრივი ამ შემთხვევაში, ანუ მას ესეთი შეიძლება შევადაროთ რაც ნეგატიური და პოზიტიური. ნეგატიური არის ის, რომ რუსული ფაქტორის გამო ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის გაღიზიანება არ არის კარგი თემა. მე დანარჩენები ფიქრობენ, რომ პირიქით ამ შემთხვევაში კარგი იქნება, რომ გავშალოთ ჩვენი სივრცე, სადაც შეგვეძლება, რომ ესე იგი თავდაცვითი
რედუტები, მოდი ესე ვთქვათ, გინდა პოლიტიკურ და გინდა უფრო სამხედრო თვალსაზრისით გავაფართოვო და შევქნათ ის мотивация სხვა ქვეყნებში, რომ ის სივრცე, სადაც ჩვენი ღირებულებები არის გაყიდვადი და მეორეც ერთი დაფუძნებადი გაიზარდოს. ანუ ეს არის ორი ესეთი ფილოსოფიური ხედვა, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ნატოს შიგნითაც ეჯახება ხოლმე ერთმანეთს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გაგაწყვეტინოთ დასრულდა დებატები მერობის კანდიდატებს შორის, დაგიბრუნდებით აუცილებლად ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე იმყოფებოდა ადგილზე, ის უსმენდა დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას დებატს. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვნახეთ კიდეც ნაწყვეტები. ახლა ის ჩაგვერთვება ჩვენ ირაკლი მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის და მოგვიყევით შეიძლება რა იყო ყველაზე საინტერესო ამ დებატის მიმდინარეობისას და ყველაზე მნიშვნელოვანი. სალამი, გამარჯობა. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიასა და კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას შორის. მათ თითქმის მათ თანაბარი დრო ჰქონდათ მიცემული პასუხების გასაცემად. მათ უპასუხეს როგორც ჟურნალისტები ჩვენს კითხვებს, ასევე ერთმანეთის მიერ დასმულ შეკითხვებსაც, თუმცა მათ თავადვე აღნიშნეს, რომ დარჩა უამრავი ისეთი თემა, რომელზეც საუბარი უბრალოდ ვერ მოასწრეს. გადაცემის დასაწყისში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თავის ოპონენტს შესთავაზა, რომ ეს დებატები ხვალ და ზეგ შემდგომ დღეებში გააგრძელონ იმ კერძო ტელევიზიებში, რომელთაც აქვს სურვილი ეს დებატები მათ ტელეკომპანიებში მოეწყოს. ძირითადი თემები და ძირითადი კითხვები ჟურნალისტების მხრიდან შეეხებოდა როგორც პოლიტიკურ ასპექტს, გულისხმობ თბილისის ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას დაკავებას და დარღვეულ მორატორიუმს, როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ასევე შეეხებოდა თბილისისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც, გამწვანებას, პარკინგის სისტემას, ახალი პროექტების განხორციელებას და ასე შემდეგ. შეიძლება ვთქვათ, რომ ორივე კანდიდატმა უხვად გასცა დაპირებები. დავით ნარმანიას დაპირებები ძირითადად შეეხებოდა სოციალურად გაჭირებული ადამიანების დახმარებას, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ნიკა მელიას შემთხვევაში კი ძირითადად დაპირება იყო ასევე გათბობის სისტემის დამონტაჟება, რომელიც საცდელად გაკეთა უკვე თემქის რაიონში. ასევე მისი დაპირება იყო ის, რომ ის ითანამშრომლებდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ბენზინის ცენზის შესამცირებლად. ბენზინის ცენზის თემა ნიკა მელიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ რამდენიმე ჟურნალისტმა გაიმეორა ეს თემა მისთვის დასმულ კითხვაში. ნიკა მელია აცხადებს, რომ ის მოახერხებს ცენტრალურ ხელისუფლების მუდმივად ყოველდღიურად შეწუხებას ამ თემის და საბოლოოდ მიაღწევს მიზანსაც. ტაბულას კითხვა დავით ნარმანიასადმი იყო მოახერხებს თუ არა, იქნება მოახერხე შეიცვლის თუ არა ის თავის ხასიათს, როგორც ბატონო ივანიშვილმა განაცხადა ბატონი მარგველაშვილის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში და როგორც ბატონი მარგველაშვილი იყო ივანიშვილის ფავორიტი, ასევე არის ბატონი ნარმანიაც. თუმცა ბატონმა დავითმა შეიძლება ითქვას, რომ პასუხს თავი არიდა და განაცხადა, რომ ეს არის სასაცილო კითხვა, აბსურდული კითხვა. მისი კანდიდატურა შერჩეულია მთელი კოლექტივის მიერ, მთელი ჯგუნდის მიერ, რომელიც ქართულ ოცნებაშია და ამას საუბარიც კი უბრალოდ სისულელია. ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ ბატონი ნარმანია უბრალოდ ვერ მოახერხებს იყოს დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის და მომწურავად თხრობისთვის, თუ რა ხდებოდა დებატის მიმდინარეობისას. ჩვენ ბრუნდებით ისევე ეთერში. რანგარიში დამთავრდა იქნებ კითხვა. 7-1 ნახავთ მეორე ტურის შემდგომ 2 დღეში არჩევნების შედეგებს. ბატონო ირაკლი, რომ დავასრულოთ თქვენ საუბრობდით ტრადიციულ დაპირისპირებულ ხედვებთან დაკავშირებით, რაც რუსეთზე არსებობს. და შესაბამისად, როცა ლაპარაკობთ ჩვენ ამ ღირებულებით თემაზე და თქვენი კითხვაც ალბათ აქედან გამომდინარე იყო, რამდენად უწყობს ან უშლის ხელს ზუსტად ჩვენთან მიმდინარე პროცესები, აი ამ ღირებულებით ოჯახში გაწევრიანებას, მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა აქვს ამ ყველაფრის მნიშვნელობა, არაფრის განსაკუთრებულს არ ვიტყვი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რამდენად ბევრი იქნება ამ ტიპის კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ საბოლოოდ ეს კითხვის ნიშანი შეიძლება კარების საბოლოოდ დახურვით ან შეღებით, მაგრამ არ შეშვებით საბოლოოდ გაიწელოს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ძალიან ბევრი რა ვიცი, მაგალითი იმისა, რომ შეიძლება ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ან გაიწელოს, ან თაროზე შემოიდოს საერთოდ და ამიტომ ყველას გვმართებს ძალიან დიდი ძალისხმევა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლებას, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის ტვირთი ყოველთვის ხელისუფალზეა.
თქვენ ახსენეთ კიდეს რომ ჯერ კიდევ ღია ბევრი საკითხი და ამ პერიოდში გაგრძელდება მუშაობა, ამას ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა ეს პერიოდი რაც დარჩა მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რადგან ხელისუფლება იმუშავა, ან უნდა ემუშავა. თქვენი აზრით დააკლო თუ არა მცდელობები თუ კმაყოფილი ხართ მათი მუშაობით ამ მიმართულებით? ერთი რამის თქვა შეიძლება, წინა ხელისუფლებაც ძალიან მე ვიტყოდი პედანტურად ცდილობდა რომ შეესრულებინა ყველა ის დაპირება ან ნიშნულის ესე იგი კონკრეტული მუხლი, რომელიც საქართველოს მიმართ იყო და არსებობდა. რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლებას ვწოდავდა, არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები და ამ შემთხვევაში იყო ხშირად ეს კითხვის ნიშნები, მაგრამ ამავე დროს ძალიან სამწუხაროა, რომ რიგი კითხვის ნიშნების ეხლაც გრძელდება. ანუ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ იგივე აღქმაზე, რომ კანონის უზენაესობა არის პრობლემური თემა, იგივე პროცესებთან გვაქვს პრობლემები, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა აღვიქვათ, რომ ევროპელები და ზოგადად დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენლები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ პროცესს. ანუ თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, რამდენად ლეგიტიმურია აქტორების მასში მონაწილეობა, რამდენად პლურალისტულია ეს გარემო. და ჩვენ ვიდრე მათ. კი, თავისთავად და არის ასიმეტრია, რა თქმა უნდა, თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნავთ, ანუ ჩვენ მოლოდინებს და მათ მოლოდინებს შორის მეორე ერთი არსებობს ეგრეთ წოდებული დაღლილობის, გაფართოების დაღლილობის თემა, რომელიც ჰილარი კლინტონი წინა სამიტზე ამბობდა, რომ ეს იყო ბოლო სამიტი გაფართოების გარეშე, თუმცა როგორც ჩანს, ეს სამიტიც გაფართოების გარეშე ჩაივლის. ნუ საბოლოოდ ყველამ უნდა აღვიქვათ ერთი რამე, რომ პოლიტიკა დიდ დედაქალაქებში ძალიან კონსერვატულია მაინც. იმიტომ რომ პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე მათ უჯდებათ რაღაცა, ხო? ეს არის როგორც პოლიტიკური ფასი, ამავე დროს ეს ღირს ფული და რესურსები და შესაბამისად ამ თვალსაზრისით რახან იწყება რაღაც პროცესი, ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ ჩვენთვისაც კეთდება ეს. ანუ ძირითადად რომ ჩვენთვის კეთდება და არ უნდა გქონდეს ის მოლოდინი, რომ აი ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვიღაცა უნდა დაგვსაჯოს თუ არ გავაკეთეთ და ასე. ანუ არ მიყვარს ამ საშინაო დავალების თემა, საერთოდ მიმაჩნევს რაღაც ოროსანი ბავშვის კომპლექსია, რომ უნდა ვასრულოთ. ეს არის ღირებულებითი არჩევანი. აქ ვაპარაკობ ჩვენი არჩევანის რეალიზაციაზე და იმპლემენტაციაზე იმისა, რაც ჩვენ თვითონ გავუკეთეთ დეკლარაცია, ხო? აქ თავზმოხვევაზე, როცა მე ვლაპარაკობ რაღაც რომ ვლაპარაკობ საშინაო დავალება არის გასაკეთებელი და ჩვენ რაღაც ისეთი იძულების აღქმა მაქვს და მე არ მგონია რომ რაღაც იძულება აქვს ჩვენ სკოლაში არ დავდივართ ჩვენ დიდები ვართ უკვე და ჩვენ შეგვეძლოს რომ ვიაროთ უკვე როგორც დიდებმა და გადაწყვეტილებებს რომელსაც ვიღებთ უნდა აღვიქვავდეთ რომ რაღაცის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები და სადღაც მიზანი გვაქვს რომ მივიდეთ მე ამ ჭრილში დავაყენოთ და ამ სიბრტყეში ამ საკითხს და კიდევ ერთხელ მეტი დაფიქრება მეტი ძალისხმევა რაც შეეხება ბევრ პროცესს იგივე ევროატლანტიკური პროცესები ორივე მიმართულებით მინდა ვთქვა რომ ნუ რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ვისი დაწყებული რა თქმა უნდა წინა ხელისუფლების დაწყებული ეს ყველაფერი შეიძლება უფრო უკანაც წავიდე და ვთქვა რომ რაღაც ჩანასახოვანი იყო მანამდეც მაგრამ ინტენსიფიკაცია თემის როგორც ასეთ დასავლურ სივრცეში გაწევრიანება როგორც თავდაცვითი ასევე ღირებულებითი მიმართულებით წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამე გააკეთა. ძალიან კარგია რომ რეალურად არ შეცვლილა კურსი პრიორიტეტების მიხედვით დღევანდელ დღეს და დეკლარაციულად და მე ვიტყოდი რომ ზოგადად პოლიტიკური პარამეტრების მიხედვით მადლობა ღმერთს რომ არ ჩუნდება ეს ყველაფერი, მაგრამ ამ დროს ჩვენ არ დავივიწყოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ხალხის ფაქტორი. საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდი ვოტუმით უჭერს მხარს ორივე მიმართულებას, როგორც ნატოს, ასევე ევროინტეგრაციულ პროცესებს. ანუ ნურავის ალბათ სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ პოლიტიკა სურვილი შემთხვევაში რთული იქნება, რომ შეიცვალოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს დაკვეთა, რომელიც არსებობს, მე არ მინდა ისე გამოდის, რომ ეს რაღაც ზემოდან ქვემოთ მომავალი რაღაც პროცესი, არავითარ შემთხვევაში. მე მიმაჩნია, რომ ეს არის არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა და რყევების მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუებების არსებობდა მაპის თემაზე მოლოდინების თავის დროზე მაღალი კი და აუცილებელია, როდესაც ახლა იმედგაცრუებები არსებობს, ზუსტად იმიტომ არსებობს ხელისუფლება, რომ შეეცადოს, რომ ეს იმედგაცრუებები არ იყოს საფუძვლიანი. ამიტომ არის საუბარი, ზუსტად ამიტომ ლაპარაკობ ჩვენ, რომ პასუხისმგებლობა სადდევს. პასუხისმგებლობა ყოველთვის იქ არის, სადაც ხელისუფალია. თუმცა საუბარი არის იმაზეც, რომ ასოცირების ხელშეკრულება ბატონ მამამკამაც ახსენა, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის არც იყო ცხადი, რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და შესაძლოა აიწიოს კიდეც მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიიღებს საქართველოს ამ თქვენ თუ ხედავთ საფრთხეს, რომ
რაღაც ეტაპზე ნიჰილიზმმა მოიმატოს მოსახლეობაში? მე მიმაჩნია რომ ჯერ უნდა ვთქვა ერთი მარტივი რამ რომ ის ასოცირების ხელშეკრულებას არ ისეთ მოსახლეობის 99.% არ წაიკითხავს ხო იმას ძალიან მოცულობითი დოკუმენტია მეორე ერთი არასაინტერესო თუ ხშირად ძალიან ტექნიკური და შესაბამისად არ არის საინტერესო ხო მაგრამ ის მოლოდინები იგივე ის მე ვიტყოდი დაპირებები რომელიც გაიცემა ხელისუფლების მიერ ძალიან მნიშვნელოვნად უნდა იყოს დაკავშირებული რეალობასთან ანუ არ უნდა იყოს რაღაც ესეთი მოლოდინი რომელიც კალიბრირებული არ იქნება იმ რეალობასთან რომელსაც მივიღებთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არ უნდა მოვახდინოთ აი ეს ნიჰილიზმის და აპათიის თემის შემოტანა ამ ყველაფერში რა თქმა უნდა იქნება სხვა გამოწვევებიც და ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს კერძოდ ხალხის აღქმა ყოველთვის არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულთან ანუ მისი კეთილდღეობა არის კონკრეტული მისთვის და პრორუსული ძალები ხომ არ გაძლიერდებიან რომლებიც იტყვიან რას ვიღებთ ჩვენ დასავლეთისგან მისი ინსტიტუტებისგან და მეც მესმის და ძალიან ბევრს ესმის რომ ზუსტად აი ეს არის მათი ამ შემთხვევაში ნიშა რომელზეც დაიწყებენ ისინი მუშაობა სხვა შორის ბევრს ეგონა რომ იცით რა არის ეს იმდენად მარგინალური ძალებია რომ ამ შემთხვევაში მათ არ ექნებათ პოლიტიკურ დისკურსში შემოსვლის საშუალება და აჩვენა რომ იგივე მაგალითად თბილისში საკმაოდ მოცულობითია ამ ხალხის ეხა გასაგებია რომ იქ არ იყო შეიძლება იმდენი ხალხი მოსული არჩევნებზე და ეს არ გამოხატავს ზოგადად აბსოლუტურ ციფრს იმ ხალხისა ვინც რეალურად ამ მიმართულებას უჭერს ხარს მაგრამ რეალურად ამ ხალხმა მოიპოვა გარკვეული დასაყრდენი და იმ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა პოლიტიკური სვლას ევროპის მიმართულებით ეს ყველაფერი არ იქნება დაკავშირებული კონკრეტულ კეთილდღეობებთან ჭყალებში ესე ვთქვათ რა თქმა უნდა იქნება ლაპარაკი ზუსტად აი ამ დაჯგუფებებიდან და ამ ბანაკიდან რომელიც იტყვის რომ აი იმის მიუხედავად რომ ჩვენ ბევრ ამას გვპირდებიან თქვენი კონკრეტული ცხოვრების პარამეტრები არ იცვლება პირობები არ იცვლება ამავე დროს იქნება რა თქმა უნდა აპელირება ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკით იგივე იმით რომ რუსეთი ჩვენთან უფრო ახლოს არის და ამიტომ ტრადიციული საკითხები რაც საკმაოდ მარტივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგად დალექვადი საზოგადოებაში. მადლობთ ბატონო ირაკლი, ბატონო მამუკა, თქვენ თუ ხედავთ ამის საფრთხეს, რომ შესაძლოა ეს განწყობები გაძლიერდეს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ რეზულტატებს რაღაც დროის ჩარჩოებში ვერ დაინახავს მოსახლეობა, რის მოლოდინით შესაძლოა აიწია კიდეც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერი. სოციოლოგი ნამდვილად არა ვარ, უბრალოდ ერთ პირადას მოგახსენებთ. რომ რა თქმა უნდა ამის საშუალება მუდმივად არის ორი მიზეზის გამო ერთი შიდა მეორე გარეთა პირველი შიდა იგულისხმება არა მიზანმიმართული არა თანმიმდევრული პოლიტიკა რომელიც ვერ ამაღლებს სოციალურ და ეკონომიკურ დონეს მოსახლეობისა მით უმეტეს ამ ხელისუფლების ფარგლებში რომელიც ძალიან ბევრ შეპირდა მას ასევე შედის ამაში ის გულაცრუება რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვადასხვა არამთავრობაზე დამყარებულ ასპექტში გაუმჯობესებაზე კერძოდ მაგალითად ნორმალურ ადამიანს ესმოდა რომ საწვავის ფასი ხო რაც აქ ილაპარაკეს ვერც ერთი ხელისუფლება მაგას ვერ მოაგვარებს რატო იმიტომ რომ არის სოფლიო ფასები შეიძლება თუმცა პოლიტიკოსები პირდებოდნენ მათ. ხო და ვინც პირდება, არ ვიცი როგორ პირდება, მაგრამ საწვავის ფასს საქართველოს ვერანაირად არ ამწარმოებელი ნავთის თუ სუბსიდირება არ მოხდა არის ეს. ხო, სუბსიდირება სხვა საკითხია, მაგრამ ბიუჯეტსაც არა აქვს რა თქმა უნდა ამის თავი. ანუ აი ესეთ საკითხებზე გულაცრუება მუდმივად იქნება და სწორედ ჩვენი ვალიცა თქვენი ჟურნალისტების და ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების რომ ხალხს უთხრათ რომ ბენზინი არასდროს არ გაიაფდება ის მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ თუ წავა ესეთი არის სამწუხარო ლოგიკა საერთაშორისო ბაზრებზე არსებული სიტუაციისა იმის შესაძლოა გაიაფროს მერყევია ეს ფასი ეს ნავთობი არ არის ქარივით და მზის ენერგიისავით ის ამოწურვადია და ამიტომ ძალიან ცოტა შანსია რომ მისმა ფასმა დაიწიოს. ანუ ეს ერთი შიდა ფაქტორები რა თქმა უნდა ეს ფაქტორებს გვქონდა. და მეორე გარედან ხო არჩევნებმა გვანახა იმ ძალების გააქტიურება რომლებიც ცალსახად ჩრდილოეთისკენ იყურებიან მათ აქვთ რამდენიმე არხი კომუნიკაციისა, პარტიული და პოლიტიკური საქმიანობისა და საკმაოდ აქტიურადაც იყენებენ. ხო და სწორედ ისინი არიან ყველაზე რადიკალურები, ბუნებრივია. ზოგმა მათ შეიძლება დაარქვას ულტრამემარცხენე, ზოგმა ულტრამემარჯვენე, პოლიტიკურ სცენაზე საით არიან, მაგრამ ეს ულტრები ყოველთვის გამოირჩევიან რადიკალიზმით, ხო? და თუ შენ როგორც ხელისუფალი
ასევე ოპოზიცია პასუხისმგებლიანი ვერ აჩვენებს გზას ამომრჩეველს, ისინი ძალიან მალე და კარგად, ლამაზად გადაბარგდებიან აი ამ ექსტრემისტულ, რადიკალურ პოლიტიკურ გაერთიანებებში. ხა საქართველოზე რა ვილაპარაკო, როცა რა მოხდა ევროარჩევნებზე, ევროპარლამენტის მარი ლეპენის 25% და პირველ ადგილზე გასვლა არ იყო საფრანგეთი გამონაკლისს სხვა ქვეყნებშიც დაახლოებით იგივე მოხდა, ყველაში არა, მაგრამ მაინც. ანუ ეს დამახასიათებელია გულაცრუება, მეორე დაღლა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისაგან, იქნება ეს ლიდერი თუ ლიდერთა ჯგუფი თუ პარტია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი საპარლამენტო არჩევნები და იქ უკვე იქნება დილემა, გადაწყვეტილება, მისაღები ყოველი მოქალაქისათვის ორიენტაციის ირგვლივ. ანუ ჩვენ ვაგრძელებთ დასავლურ ორიენტაციას თუ აი იმ რადიკალურ ხაფანგში ჩავარდება მოსახლეობის რაღაც ნაწილი, დიდი ნაწილი შეიძლება და გაგვისტუმრებს იქით საერთოდ ფიქრობთ რომ ძალთა ბალანსი შეიძლება შეიცვალოს შეიძლება თუ მსგავსი გულისხმობ პრორუსული ძალების ასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ორი ფაქტი ვთქვათ რა, ეკონომიკა როგორ იზრდებოდა ბოლო წლების განმავლობაში და როგორ გაიზარდა შარშან. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ხო? 2-3%-იც რო იყოს, ეს არ არის საქართველოსთვის კარგი, იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად დაახლოებით იგივე, რაც განვითარებული ქვეყნები და ჩვენ ხო განვითარებადი ვართ, ანუ ჩვენი დინამიკა უფრო ჩქარი უნდა იყოს. და მეორე კიდევ ის რომ რუსეთის წნეხი როგორც ჩანს უკრაინაზე შემცირდება, ასე ვატყობ, იმიტომ რომ ვერ გაიმარჯვა იქ იმ პოლიტიკამ რაც უნდოდა, ანუ გრძელვადიანმა დაბალი ინტენსივობის კონფლიქტმა, ეგრეთ წოდებულმა ჰიბრიდულმა ომმა, სადაც ჩართული იყო როგორც ასე ვთქვათ ტერორისტები, ასევე პირდაპირ მხარდაჭერილი სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის მხრიდან და შეიძლება ზეწოლა წამოვიდეს ჩვენზე, ხო? ჩვენ ვისაუბრეთ ასოცირების შეთანხმებაზე. ჩემს დღესავით ნათელია, რომ არა უკრაინის მოვლენები, მაიდანი და შემდგომ ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის პრობლემა, ფაქტიურად აგრესია რუსეთის მხრიდან, ჩვენ ამ ასოცირების შეთანხმებას ხელს ვერ მოვაწერდით. მარტო იმიტომ ეს არ ეხება ხელისუფლებას, რომელი ხელისუფლება იქნებოდა სათავეში არა. ამ ვადაში გულისხმობს. ამ ვადაში კი არა, შეიძლება საერთოდ ეს. ხა წარმოიდგინეთ იანუკოვიჩს რო გაემარჯვა მაიდანზე. და იანუკოვიჩი ყოფილიყო ფაქტიურად რუსეთის პარტნიორი, ხო? ვინ რჩებოდა? მოლდოვა რჩებოდა, მოლდოვა ფაქტიურად ევროპაშია იმდენად. იმიტომ რომ საზღვარი აქვს და რუმინეთის დიდი ნაწილი პოლიტიკისა სწორედ მოლდოვისაც არის, ხო? აქედან გამომდინარე, ხო, პასპორტები დადიან, ანუ ეს პრობლემა არ არის, დნესტრისპირეთი რო გამოვაკლო ხოლმე და ჩვენ ამ ხელა მოწყვეტილ ფაქტურად ევროპის კუთხეში, მაგრამ მაინც მოშორებულში ყოფნა ძალიან გაგვიჭირდებოდა. მით უმეტეს ისეთი აპეტიტების ლიდერის წინაშე, როგორც პუტინი აღმოჩნდა. ისედაც ვიცოდით, მაგრამ ძალიან დიდი აპეტიტი რო აღმოჩნდა ნახეთ უკრაინაში. ამიტომ ჩვენ გარკვეულწილად რაღაც გეოპოლიტიკურ ახალ სურათში ჩავჯექით, როცა სამი ქვეყანა მივისწრაფით ევროკავშირისკენ ერთად ამ მატარებელს უკრაინისაც ჩვენ წელსულში იყო საქართველოს უკრაინის სწრაფო ნატოსკენ. ნატო სხვა საკითხია მესმის, ხა კაი ხანი გავა, ალბათ სანამ უკრაინა საბოლოოდ ჩამოყალიბდება რასიზმს, მაგრამ ევროკავშირზე ვისაუბროთ, ხო, ევროინტეგრაციაზე. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება მეორე დიდი ტესტი, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული დაუწერელი კანონია თუ გაგიგიათ ევროკავშირშიც და ასევე ნატოშიც, რომ ახალი წევრების მიღებამდე მათ უნდა გაიარონ ხელისუფლების ორჯერ ცვლის ციკლი, რაც რაზე მეტყველებს ცივილურობაზე, სერიოზულობაზე, მომზადებულობაზე და იმაზე, რომ საზოგადოება უკვე იქითაც წავიდა, მარცხნივაც წავიდა, მარჯვნივაც წავიდა, მაგრამ მაინც ჩვენსკენ მოდის. ანუ
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კარგად უნდა ჩავაბაროთ ეს ტესტი და ეს იქნება, ჩემი აზრით, კვლავ მიმეორებ, აი რაღაც იდეოლოგიური, მსოფლმხედველური ტესტი საბოლოო, რომელიც ჩვენ დაგვაბრუნებს ევროპულ ოჯახში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მამკა, მადლობთ ბატონო ირაკლი. დღესთვის ფოკუსი ამით დასრულებულია, ჩვენ პარასკევს დავბრუნდებით ეთერში.